გაჭირვების გამო მოგვიწია სხვა ქვეყანაში გამგზავრება. იქ ცხოვრობდი 13 წელი. წასვლას უკვე აღარ ვაპირებ. მინდა აქ დავამთავრო სკოლა, უნივერსიტეტი და გავაგზავნო ჩემი მოღვაწეობა, რათა ვამსახურო ჩემს სამშობლოს. ოღონდ ყოველთვის ვიცი, რომ თუ წავალ, აუცილებლად დაბრუნდები. საქართველოდან ემიგრაცია 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე მასშტაბური ხასიათისაა. ადამიანების დიდი რაოდენობა საზღვარგარეთის ქვეყნებში მუშაობის მიზნით გადადის. ემიგრაციაში ქალების წილი ნელ-ნელა იზრდება, ხდება ემიგრაციის ფემინიზაცია, ეგრეთ წოდებული, სადაც დაახლოებით 45%-მდე ემიგრანტთა რიცხვში ქალები არიან წარმოდგენილნი. სამშობლოდან წასული ქალბატონების უმრავლესობა საოჯახო ტიპის სამუშაოს ასრულებს. მუშაობენ აღმზრდელებად, მომბვლელებად. მამაკაცები კი უმეტესად სამშენებლო სექტორში არიან დასაქმებულები. ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი პროფესიით მუშაობას, რადგან ემიგრანტების უმეტესი ნაწილი უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს და სამსახურის გარდა შეიძლება სხვა პრობლემებიც შეექმნათ. როდესაც ადამიანი არის არალეგალურად საზღვარგარეთ, ის არის იმ რისკ ჯგუფში მოქცეული, რომელიც შეიძლება გახდეს ტრაფიკინგის მსხვერპლი, თვითონ შეიძლება დამნაშავე გახდეს, შეიძლება მისი ჯანდაცვის უფლებები ვერ იყოს სათანადო დაცული და ესე შემდეგ. ამისათვის დიასპორის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. ემიგრანტებს საჭიროების შემთხვევაში მათთან დაკავშირებად შეუძლიათ, თუმცა სიტუაცია მაინც მძიმეა, რადგან არალეგალების აღრიცხვა საკმაოდ რთულია. სულ ცოტა ხნის წინ IOM-მა მოახერხა იმ 5 ქვეყნის გამოვლენა, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეების სამუშაოდ, სასწავლებლად თუ საცხოვრებლად უმეტესად რუსეთში, საბერძნეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან. ამის დადგენა კი ეროვნულ ბანკში დაფიქსირებული ფულადი გზავნილების მიხედვით გახდა შესაძლებელი. ამ გზავნილების საერთო რაოდენობა წლების განმავლობაში მზარდია. 2010 წელს ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხის საერთო რაოდენობა 1.42.227.000 ლარს შეადგენდა. 2011 წელს ეს თანხა 1.278.127.000-მდე გაიზარდა. 2012 წელს ეროვნულ ბანკში 1.348.154.000 ლარის ოდენობის ფულადი გზავნილი დაფიქსირდა. 2013 წელს კი ამ თანხამ 1.934.325.000 ლარი შეადგინა. ცხადია, შემოსული თანხა ემიგრანტების ოჯახებისთვის საარსებო წყაროა, თუმცა ეს ადამიანები ქვეყნისთვის სერიოზული დანაკლისია. პრაქტიკულად ჩვენ საქმე გვაქვს ძირითადად იმდენად არა როგორც ტვინტა გადინებაზე, არამედ ტვინტა ცვეთაზე. რადგან ცვეთა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვერ აღეხერხებენ საკუთარი უნარების განვითარებას შემდგომში, ის რაც აქვთ, იმის გამო რომ იმას არ იყენებენ პირდაპირ იმ სამუშაოებს, რომელშიც დასაქმებულები არიან, იკარგება. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები თვითრეალიზაციას ვერ ახერხებენ. ამიტომ დიასპორის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. ერთ-ერთი პროექტი, რომლის მიზანიც ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება იყო, სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა. ჟურნალისტმა ელგა ფოლადიშვილმა ხელი შეუწყო 20 ემიგრანტი მოზარდის სამშობლოში დაბრუნებას და მათზე ფილმიც გადაიღო. მე ვგრძნობდი, რომ ქვეყანა კარგავდა ძალიან დიდ გენოფონდს. ვატყობდი, რომ ბავშვები უკვე ვეღარ საუბრობენ, ავიწყდებათ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში. უკანასკნელი კვლევების მიხედვით ქვეყანა მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. სწორედ ამიტომ დიასპორის სამინისტრომ ამ პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო. 2011 წელს ევროკავშირთან გაფორმდა ხელშეკრულება რეადმისიის შესახებ, რაც საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შესული ემიგრანტების უკან დაბრუნებას გულისხმობს. საქართველომ ემიგრანტების წინაშე აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ამ პირებისთვის დროებითი თავშესაფარი და სხვა ხარჯები, ვიდრე მათი იდენტიფიცირება მოხდება. სამუშაო ადგილების დეფიციტი, დაბალი შემოსავალი, განათლების არასრულფასოვანი სისტემა, ან უბრალოდ სურვილი იცხოვრონ სხვა ქვეყანაში. შესაძლოა ემიგრანტების რაოდენობის გაზრდის კიდევ ბევრი სხვა მიზეზი არსებობდეს. თუმცა ფაქტია, საქართველოში წლების წინ 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს კი ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ემიგრაცია შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი იყოს.